მეგის ქარდავას საქმეზე მორიგის ხტომა გაიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში. საუბარია არაადამიანური მოპყრობისა და წამების ეპიზოდზე 2009 წელს დაკავებული ბელა როგავას საქმესთან დაკავშირებით. 15 წლის შემდეგ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის მსხვერპლი ბელა როგავა მეგის ქარდავას სასამართლოში დარბაზში შეხვდა. დაზარალებული ემიგრაციიდან სპეციალურად ქარდავას წინააღმდეგ ჩვენების მისაცემად ჩამოვიდა. წამების საქმის ოქროს მოწმის დარბაზში გამოჩენა ქარდავასთვის იყო მოულოდნელი. შემდეგ გავიგე ვინც იყო მეგის ქარდავა, უძანა რომ გასულიყო ოთახიდან და დავეტოვებინე მარტო. მკითხა თუ რატომ არ ვაწერდი ხელს ამ ყველაფერს. მე უთხარი რომ ის მე არ მეკუთვნოდა. უთხარი რომ მე რაც ვიცი კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით ეს შევიძლია მოგახსენოთ. იმის იქით ეს მე არ მეკუთვნის. რაზეც მან პირდაპირ ამის პასუხად გამარტყა და სილა გამაწნა სახეში გავიდა ოთახიდან და დაახლოებით 10 წუთში შემოდის არაადეკვატური სახით თვალები ჩაწითლებული დამიჯდა წინ და ჯერ გინება შეურაცხყოფები და მე ისევ დამარტყა. წინააღმდეგობა გაუწია, რაც მართალია, გაუწია წინააღმდეგობა, მომკაჩა თმაზე ეკონია, მამან იარაღი აიღო პირი რო არ გავაღე, დამადო კბილებთან იარაღით ძალით გამაღებინა პირი, რა დროსაც ჩაიმტრა კბილი, ძალით მიმაღებინეს სითხე და კბილთან ერთად გადაუხლაპე ეს სითხე.